უწყვეტი პროევროპული აქციების მონაწილეს მეგიდია სამიძეს ტროტუარზე დგომის გამო ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მეგიდია სამიძემ 112-ში თავად დარეკა და პოლიციის მისვლა სასამართლოს ეზოში ელოდებოდა. წინ რო დაადოთ არ შეიძლება? შინაგან საქმეთა სამინისტრო მეგიდია სამიძეს 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. დიასამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული, თუმცა განაჩენის დადგომამდე ის გირაოთი არის გათავისუფლებული. მას კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. მოდი აქედან, ალი.